გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანო ზარდიაშვილმა დატოვა თანამდებობა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ფარულავა. მისი ინფორმაციით ზარდიაშვილი სწორედ შეეწირა საქართველოს ორდღიან ჩაბნელებას და ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვას. ჩვენ ბუნებრივია ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ თავად ზარდიაშვილთან, მაგრამ ჯერჯერობით ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ასევე ჰქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო ელექტროსისტემების პრესსამსახურთან და ერთადერთი რაც ჩვენ მისგან გავიგეთ არის ის, რომ ზარდიაშვილი იმყოფება შვებულებაში. პრინციპში ეს არის ინფორმაცია, რომლის შესახებაც მაყურებელს მანამდე 2 დღით ადრე მოვუყევით, რომ ვანო ზარდიაშვილი იმყოფება შვებულებაში იმ ფონზე, როდესაც მომხდარ ელექტროგათიშვასთან დაკავშირებით არის გამოძიება დაწყებული. ვიცით, ჩვენ ასევე გვქონდა მცდელობა გასული დღეების განმავლობაში გადაგვემოწმებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თავად გამოკითხეს თუ არა ზარდიაშვილის სულში, რადგან როგორც ვიცით, უკაცრავად ელექტროენერგიის გათიშვის ამბავზე არის გამოძიება დაწყებული. ამის შესახებაც არ გვაქვს დასტური მიღებული, იმყოფებოდა თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში და მისცა თუ არა მან რაიმე ჩვენება. დღეს კი ოპოზიცია ამბობს, რომ მან თანამდებობა დატოვა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საუბრობს იმის შესახებ, რომ ზარდიაშვილი თავის დროზე იყო მამუკა მდინარაძის კადრი და სწორედ მისი ლობირებით მოხვდა დანიშვნა ელექტროსისტემებში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ლაშა ფარულავას კომენტარი, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზარდიაშვილი სამსახურიდან გაუშვეს. ვანო ზარდიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი ქვეყნის ორჯერ ავარიული ჩაბნელებაა. ქართული ოცნება ცდილობს ყველაფერი ერთ ადამიანს გადააბრალოს, როდესაც მთავარი პრობლემა, მთავარი მიზეზი არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ატარებს ივანიშვილი, როდესაც პროფესიონალების ადგილას ინიშნებიან პარტიული კადრები და შედეგით სახეზეა ჩაბნელებული საქართველო. თუმცა ჩვენ კარგად ვიცით მიზეზი გაძვირებული დენის ტარიფის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინ მაინერების ცენტრები და ქარხნები, რომელმაც გაგვიძვირა ელექტროენერგია 33% და ახლა ჩვენი თანამოქალაქეები გაძვირებული დენის ტარიფით იხდიან ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების ფასს და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ცხადია არის ქართული ოცნება და არა ცალკეული პირი, მაგალითად ვანო ზარდიაშვილი. როგორც გითხარით, ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ დავკავშირებოდით თავად ვანო ზარდიაშვილს, ის ჯერჯერობით სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გვქონდა კომუნიკაცია ელექტროსისტემების პრესსამსახურთან და ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ ზარდიაშვილი იმყოფება შვებულებაში. თავად ლაშა ფარულავა კი ამბობს, რომ ის უკვე გაუშვეს თანამდებობიდან და კობახიძემ მის პირველ მოადგილედ დანიშნა დავით ვარდიაშვილი.